Როგორ შემიძლია გეხმარო? მე ვიყავი ქრისტიანი მთელი ჩემი ცხოვრება. მე ადვენტისტო ქრისტიანულ ეკლესიაში დავიბადე და გავიზარდე. ხოლო შაბათს დავდიოდით ეკლესიაში და ალჭამდით ღორს, ასევე მივყვებოდი ძველ აღთქმას, მის წესებს, მაგრამ იყო რამოდენიმე რამ, რაც შეეხება სამებას, რასაც აზრი არ ქონდა და ქრისტიანობაზე ყოველთვის მქონდა შეკითხვები. მე მყარად არ მჯეროდა ჩემი რელიგიის, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეკლესიაში მოვინათლე. კარგი, მაგრამ ერთ დღეს მე ღმერთს ვთხოვე გურწევრად წამიყვანა სწორი გზით. და მჯერა რომ ისლამისკენ მიმიყვანა. და ამიტომ დღეს მოვედი რომ თქვა ჩემი შაჰადა, მაგრამ სანამ ვიტყვი მაქვს რამოდენიმე შეკითხვა რომელიც ჩამოწერე. სანამ მივიღებ ისლამს, მინდა რომ მიპასუხო ამ შეკითხვებზე რომ მე არ ვინანო. იმედი ყოველ ჩემს შეკითხვებს მიპასუხებ. კი, არ არის პრობლემა. თუ გაქვს რა თქმა უნდა სრული მიპასუხო. კი, რა თქმა უნდა, მიდი. პირველი შეკითხვა ეხება შუამავალ მუჰამედს როგორ მიიღო ყურანი. ეს ისტორია ვიპოვე და მგონი არის სახიხ ბუხარში, თუ არ ვწდები. და ერთადერთი რამ რაც მას უხებს, როგორ ანგელოზი გაბრიელე მიეწვა სამჯერ და მე უბრალოდ ვერ გავიგე, რა სჭირდებოდა ანგელ გაბრიელს რომ ტკივილი მეაყინოს მას და იმისთვის რომ შეძლოს ყურანის მიღება. ნუ მაგაზე არის ძალიან ადვილი და ძალიან ლოგიკური პასუხი შენ შეკითხვაზე. წარმოიდგინე რომ შენ ეხლა ხარ ჩემს წინაშე. და შენ მე შემხვდი, მაგრამ მე ვარ ანგელოზი, არაჩვეულებრივი არსება, რომელიც აქამდე ცხოვრებაში არ გინახია. იმ მომენტზე, როგორც მე ვნახავ, შენ შეგეშინდება. შენ შეგეშინდება და ეს იქნება ყველა ადამიანის რეაქცია. თუ ადამიანს შეხვდება ეგეთი არსება, რომელიც არ არის, უბრალო არსება. შუამავალ მუჰამედი მშვიდობა მას იყო ეგეთ მდგომარეობაში, მას ძალიან შეეშინდა და არ იცის რა ნახა. თუ შენ ხარ ჩემს წინაშე და მე დაგიჭერდა მიგაწვევები მხრებზე. შეიძლება ეს ჩემი მოქმედება იყოს იმის მიზეზი, რომ დათმარდე, ხო თუ არა? კი, მე მგონია კი. ხო, აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რაც გაკეთა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაც ადამიანი არის დაბნეული და მე ვიღაცა მას დაიჭერს და დასვავს ძირს, ეს არ არის ტკივილი, ეს არის იმისთვის, რომ აზზე მოიყვანოს ადამიანი. კარგი, ეს კეთებოდა იმისთვის, რომ ადამიანი უბრალოდ დაწნადეს და გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან. კი, ახლა მე მივხვდი, მე მგონია, რომ უფრო ვადარებდი ამ ისტორიას, რაც მოვიდა ბიბლიაში. მე ვიცი, რომ ანგელოზი გაბრიელე ბევრჯერ მოსულიყო და ხალხს აშინებდა. ისე შეეშინდა, რომ ხალხს გული წაუვიდა. და ყოველთვის მათ ეუბნებოდათ, რომ ნუ გეშინიათ, მე ვარ ღმერთისგან. უბრალოდ ნუ გეშინიათ. და ეს ისტორია ვნახე ჰადისში. და ასევე წავიკითხე, რომ შუამავალ მუჰამედი მშვიდობა მას წავიდა სახლში და სთხოვა თავის მეუღლეს, რომ დაფაროს. და ესეც მას უხებდა და თუ შეიძლება რომ ამისთან ასევე ეს მომენტი. ხო, როგორც მე შენ გითხარი, რომ ანგელოზ გაბრიელის ეს მოქმედება იყო იმისთვის, რომ დაასნაროს უბრალოდ მუჰამედი. ეს გაკეთა მაგისთვის და მეორე, ასევე არის ყურანში აიათები. როგორც აიათები, სადაც წერია, სადაც ღმერთი იძახის, წაიკითხე შენი ღმერთის სახელით. ეუბნებოდა. ეხლა უხსნიდა და ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი არის შენი ღმერთისგან. ნუ გონია, რომ ეს არის რაღაცა სიბოროტე, ეს არის ღმერთისგან. შენი ღმერთის სახელით, შენი შემქმერისგან, ეს არის უბრალოდ ღმერთისგან არის. რა თქმა უნდა, არის კიდე სხვა მომენტები, სადაც აწნალებდა. და ეს ანიშნავს იმას, რომ ადამიანს არ ექნება რაღაცა შოკის დონე. შეხვედრის მერეც მაგას ექნება რაღაცა პანიკა. მაგრამ ჩვენ შეიძლება ვნახოთ, რომ ეს არ იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც შეხვდა ანგელოზ გაბრიელს. მისი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ შეხვდა ანგელოზ გაბრიელს. ყოველთვის როცა იღებდა ზეშთაგონებას, ხედავდა ანგელოზ გაბრიელს. ძალიან ბევრი ზეშთაგონება მიიღო ანგელოზ გაბრიელისგან. ანგელოზ გაბრიელი მოდიოდა ანგელოზის ფორმით, ხანდახან ადამიანის ფორმით. და შუამავალ მუჰამედი მშვიდობა მას არის ბევრი გზა, როგორ მიიღო ყურანი. და ბევრჯერ უთხრა მას ანგელოზი გაბრიელი, რომ შენ ხარ შუამავალი ღმერთისგან და რომ უნდა გადასცეს ყურანი. ეს არის პირველი მათი შეხვედრა. ძალიან კარგი, ხლა არის გასაგები. დიდი მადლობა, რომ ყველაფერში გამარკვიე. და შემდეგი ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის გადარჩენის მიზეზი ისლამში? ყველა მუსლიმი მოხდება სამოთხეში? კი, ყველა ვინც მოკვდება ისლამზე, შევა სამოთხეში. ეს არის აუცილებელი პირობა. და სააცილო ის არის, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანია და შენ ხარ მაქედან მოსული. ისინი ამბობენ, რომ გარანტია გვაქვს სამოთხეში მოხვდებით. და იგივე არის ქრისტიანობაში. გარანტირებული გაქვს სამოთხე თუ მოკვდები როგორც ქრისტიანი. სიტყვაზე მეორე დღეს გახდი ათეისტი. ამ შემთხვევაში სამოთხის გარანტია უკვე არ აქვს, ხო ეგრეა? იძახიან, რომ უნდა მოკვდე ქრისტიანობაზე და რაც შეეხება ისლამს, ღმერთმა ჩვენ პირობა მოგცა. ალლაჰმა დაპირდა იმათთვის, ვინც იბრძუნა. ძალიან ბევრი აიათები არის ყურანში, სადაც ღმერთმა თქვა, რომ პირობა მისცა. პირობა მისცა მორწმუნეებს, რომ მისცემს მათ სამოთხეს. თუ მოკვდი როგორც მორწმუნე, მაშინ გარანტია გაქვს სამოთხე.
მაგრამ იმილ გარანტი არ არის, რომ არ იქნება დასჯილი სანამ შეეხვალ სამოთხეში. იქნება ხალხი, ვინც თავიდან ჯოჯოხეთში შევა. ზოგიერთი ხალხი ცხოვრობს როგორც მას უნდა, ცოდვებს აკეთებს და ამბობს ყველაფერს გავაკეთებ. აი ვერ არის. არ არის როგორც ზოგიერთი სხვა რელიგია. გასაგებია კი. თუ შენ გააკეთებ ძალიან დიდ ცოდვებს და არ მოინანიებ, იქნები დასჯილი. სანამ შეეხვალ სამოთხეში შენ უნდა შეხვიდე ჯოჯოხეთში. და იმ ცოდვებისგან იქნები შენ გასუფთავებული ამ დასჯით. სანამ შენ შეეხვალ სამოთხეში. და კი ყველა ვინც მოგდება წმენის დამოწმებაზე, ყველანი ისინი შევლენ სამოთხეში. კარგი, ახლა გასაგებია. და ეს უფრო ჩემთვის და ჩემთვის ეს უფრო მიღებულია, ვიდრე უბრალოდ გჯეროდეს იესო ქრისტესი და შენ ავტომატურად შეეხვალ სამოთხეში. მიუხედავად იმისა, რა ჩაიდინე, იქნება გადარჩენა მხოლოდ იმის გამო, რომ იესო იყო ჯვარზე გაკრული. ისლამში უფრო დიდი აზრია. მესამე შეკითხვა გამოდის, ანუ წინა შეკითხვისგან. რას შეეხება იმ თემას, რომ კარგი და ცუდი საქმეები იქნება აწონილი აღსასრულ დღეს. ანუ თუ ისლამზე მოგდები და მოგდები როგორც მუსლიმი, შენ თქვი რომ სამოთხეში შეხვალ. მაგრამ რატომ შენი ცუდი ან კარგი საქმეები უნდა იყოს აწონილი? რატომ უნდა გააკეთო უფრო მეტი კარგი საქმე? ესა ზუსტად ის, რაც შენ გითხარი, რომ ზოგიერთი მუსლიმი დაისაჯება. იმას ნიშნავს, რომ თუ მისი ცუდი საქმეები უფრო მეტი იქნება ვიდრე კარგი, ეგეთი იქნება დასჯილი სანამ შევა სამოთხეში. იმიტომ რომ ის არ ცხოვრობდა და არ ცდილობდა რომ გამოსწორდეს ამ სამყაროში. არავინ არ არის იდეალური და ღმერთი სიცის, მაგრამ უნდა შეეცადო მაქსიმალურად გააკეთო. და ღმერთი სინამდვილეში შენ ყველაფერს ძალიან გიადვილებს. შენი კეთილი საქმე იქნება გამრავლებული 10-ად. ისლამში ეგრეა 7-3 და შეიძლება უფრო მეტიც თუ ღმერთს ასე მოუნდება. და რა თქმა უნდა, ანუ ღმერთი უყურებს შენს განზრახ. შეიძლება ადამიანს აქვს მარტო 2 ფუნტი. ან მაგას ძალიან შეოდა და ეს პური, რომელიც მას ჰქონდა, სხვას მისცა. და მას მეტი ფული არ აგან 2 ფუნტი აქვს სულ. მაგრამ ეს პატარა საქმე, რომელიც გააკეთეს ადამიანი, მაგალითად მე მაქვს მილიონები. მე არ მივიღებ იგივე მადლს ამ სიტუაციიდან და ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. და შეიძლება ალლაჰი მისცემს მას იმხელა დიდ მადლს, რასაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. ამ ეთი საქმის გამო. და ისლამში გვაქვს ერთი ქალის მაგალითი, რომელიც იყო მეძავი. და იყო ერთი ძალიან მწყურვალე ძაღლი უდაბნოში. ჭასთან ახლოს იყო და მისი ენა იყო გამოგდებული, იმის გამო რომ ძალიან წყუროდა მას. სიმწყურვალის გამო კვდებოდა და ის ქალი ჩავიდა ჭაში. დაალევინა მას წყალი და ღმერთმა ყველა მისი ცოდვები აპატია. და დაანება და ის თავისი ცოდვა, ანუ სამუდამოდ მისი თვლის ყურება. და ღმერთმა მას აპატია ამ უბრალო საქციელის გამო. მაგიტომ ისლამში არის ძალიან რთული რომ ღმერთი გაპატიო შენი ცოდვები და არის პატარა ცოდვები და დიდი. რაც შეეხება დიდი ცოდვებისთვის აუცილებელი არის მონანიება, მაგრამ პატარა ცოდვები კარგი საქმეების გამო იშლება. ღმერთი იძახის, რომ კარგი საქმეები შლის ცუდ საქმეებს. რომს არ სწხოველ ღმერთს შენ თუ აკეთებ კაი საქმეებს, ავტომატურად ღმერთი შლის შენ ცუდ საქმეებს. ღმერთი გასდევს ძალიან ბევრ შანსებს, შეიძლება წახვიდე ჰაჯზე და შეიძლება გაპატიოს ყველა შენი ცოდვები. კარგი თუ შეასრულე სწორი ჰაჯი, ან თუ იმარხული მთლიანი რამადანი, ღმერთი შეიძლება გაპატიოს ყველა შენი ცოდვა. და შენ ლოცულობდი და მარხულობდი და ღმერთი აკეთებს ძალიან ადვილად ყველაფერს შენთვის. მაგრამ მაინც იქნება ზოგიერთი მუსლიმი. არის ზოგიერთი ჩვენგან, რომელიც არ ცდილობს ძალიან კარგად. არ აკეთებს კაი საქმეებს, ანადა ძალიან ადვილია. ამ სიადვილეებს, ანუ არ იღებს ღმერთისგან, რომელს ღმერთი მას აძლევს და მაინც ადამიანი ცხოვრობს ძალიან ცუდი ცხოვრებით. და თუ ადამიანს უფრო ბევრი ცოდვები აქვს, დაისჯება. რაღაც პერიოდი, რა შეეხება მუსლიმებს. რაღაც პერიოდი დაისჯება, მერე გამოვა და სამუდამოდ შევა სამოთხეში. რა შეეხება უზმუნოებს, მაგათ არ იქნებათ განსჯა, იმიტომ რომ მათ განსჯას აზრი არ აქვს. იმიტომ ეს განსჯა არის მუსლიმებისთვის. ხო, ეს გავს იმას, რაც არის ქრისტიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მაინც მაგას არ მიყვება, რომ საქმეები უნდა ჩათვალო. ანუ თვითონ შენ იძახი, შენ თუ ხარ ნამდვილი მუსლიმი, შენ ავტომატურად გააკეთებ კარგ საქმეებს. შენ ლოცვას დაიწყებ, წახვალ ჰაჯზე, იმარხულებ და ასე შემდეგ, სადაყას მისცემ. რასაც არ უნდა იყოს და ეს ავტომატურად მოვა. კი, ადამიანი, რასაც აკეთებს გარედან, ის იმას აჩვენებს, რა არის მის შიგნით. ეს ყოველთვის ეგრეა. თუ ვიღაცა გიყვანს, ისე მოექცევი, რომ მართლა გიყვარს. თუ რაღაც დახმარება დასჭირდება, დაეხმარები. საქმეები აჩვენებს იმას, რა არის ადამიანის გულში. მაგიდან თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეუბნებიან, რომ შენ მიყვარხარ. მაგრამ ყოველ ორ წუთში ჩხუბებენ და პრობლემა აქვთ ერთმანეთს შორის. შენ შეგიძლია რაღაცა სიტყვები ვთქვა, მაგრამ სინამდვილეში შენ საქმეები ყველაფერს იძახის. ამიტომ საქმეები ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ადამიანს სიმართლე მართავს ჯერა თუ არა. უნდა გულით დაამოწმო ენი და შენი საქმეებით. ეს სამი რამ აუცილებლად უნდა იყოს ადამიანში. დიდი მადლობა, ყველაფერი გასაგებია.